და აბა მოდით ტელეეკრანებთან ახლა უნდა გავაახალგაზრდავდეთ. ხო ასე? გახარებული და კმაყოფილი ხარ. ნახოთ. შენ ერთად დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი, მით უმეტეს ეს ის თემა, რომელიც გვაინტერესებს ყველას, სქესის მიუხედავად და თუ ფიქრობთ, რომ ყაბაბი მხოლოდ ზედმეტწონის ბრალია, მაშინ გეტყვით, რომ ეს თურმე მსთარი აზრი ყოფილა, ხშირად ამის მიზეზი შესაძლებელია არასწორი ჯდომის წესი, კისრის და სახსრის კუნთების დაჭიმულობაც იყოს და ნაოჭებით ვიცით, რომ მხოლოდ ასაკი შედეგი როდია, ჩვენი ყოველდღიური ჩვევები, რა თქმა უნდა, სახისოვალსა და კანის მდგომარეობას ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე და დღეს გასწავლით 5 ძალიან მარტივ დაბერების საწინააღმდეგო სახის მასაჟს, რომლის გაკეთებაც თქვენ რა თქმა უნდა ყოველდღე სახლის პირობებში შეგიძლიათ და ვისაუბრებთ რაცვლის სახის ობალს, როგორ ავიცილოთ თავიდან აადრევი დაბერება და რა ჩვევები გვეხმარება ზოგადად, რომ ეს ახალგაზრდული იერი უფრო დიდხანს შევინარჩუნოთ. თიანა რიმანიძე, სახის ბუკალური მასაჟის სპეციალისტი გვასწავლის ამ მარტივ და ეფექტურ სახის მასაჟს. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მოდი დავიწყოთ, არ დავკარგოთ ჩვენი ძვირფას საეთერო დრო, მით უმეტეს როგორც აღნიშნე, ბუნებრივია ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ სარკეში ჩახედვის მომენტში დაინახოს მოვლილი, დასვენებული, ახალგაზრდული იერი, ხო? აი რა არის ის 5, თქვათ, ყველაზე ეფექტური სახის მასაჟი, რომელიც დაგვეხმარება, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც გვაქვს ჩანაფიქრში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი ელეთის გამოყენება შეგვიძლია სახის მასაჟის დროს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ კუნთების მოდუნებაზე, კუნთების დამუშავებაზე, ლიმფური სისტემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ სწორად და გამართულად ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სახის მასაჟს, სასურველია, რომ ეს პროცედურა დაიწყოს სხეულიდან, იმიტომ რომ სხეულისა და სახის ერთიანობაში ძალიან ბევრჯერ და ასე ვთქვათ, მტკიცედ დავწმუდით, რომ ძალიან დიდი კავშირია სხეულსა და სახეს შორის. ეს არის ერთიანი კუნთოვანი ჯაჭვი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიწყებთ სახის დამუშავებას, პირველ რიგში აუცილებელია დავიმუშაოთ ჩვენი ქედზედა კუნთები, ჩვენი ტრაპეციული კუნთი, კისრის წინა და უკანა ზედაპირი და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ სახის მასაჟზე. შეიძლება ეს ესე მარტივად ჟღერს ხა დაახლოებით ყველამ ვიცით რომ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება არასწორი მოქმედებები ერთით საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ მოდი ვასწავლოთ ეს. კი ბატონო, პრაქტიკულად ვანახოთ როგორ თქვა კეთდება. კი ბატონო, ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია სახლის პირობებში ჩაიტაროს თვით მასაჟი და მიიღოს ზუსტად იგივე შედეგი, როგორცაც ჩვენ ვდებთ ხოლმე სპეციალისტები ჩვენს პაციენტებთან. მხოლოდ ქალბატონებს თუ მამაკაცებს? მამაკაცებსაც რა თქმა უნდა. მაგრამ აი ჩვენ ვიცით რომ რაც გარკვეულ მიმდინარეობას, მით უმეტეს როდესაც სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევაზე საუბარი, ამ შემთხვევაში მასაჟიც ვიცით რომ დაკავშირებული ამ ყოველივესთან ჭირდება სპეციალური ცოდნა. შესაძლებელია დაუშვათ არასწორი ხელის მოძრაობით ან არასწორი ტექნიკით, რაიმე დავაზიანოთ და პირიქით. კი ბატონო. როდესაც ჩვენ ესთეტიკური მიმართულებით ვსაუბრობთ და უბრალოდ ნაოჭების ლიფტინგის, ნაოჭების ასე ვთქვათ, გასადავება გვინდა ლიფტინგის წამოღება, ესეთ შემთხვევაში თვით მასაჟი შესაძლებელია და ვერაფერს ისეც ვერ დავიშავებთ, ვთქვათ. თუმცა ჩვენ ბუკალურ მასაჟში ვმუშაობთ თერაპიული მიმართულებითაც, როგორიც არის მაგალითად ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, პარეზები, ბელის პარეზი, ყბის დეფორმაცია, სახის ასიმეტრიები, ბრუქსიზმი, შაკიკი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულებები საჭიროებენ სპეციალისტის ჩარევას, იმიტომ რომ აქ უფრო კომპლექსური ხდება მიდგომა, აქ ხდება ოსტეოპატიური манипуляციების გამოყენება, რასაც ადამიანის სახლის პირობებში ვერ მოახერხებს. შესაძლებელია თუნდაც პარეზების დროს, აი ბელის პარეზი რო ავიღოთ, როდესაც კომპენსირებულად ამუშავებული ტონუსში გადასული კუნთები ძალიან დაჭიმულია და ჩვენ უნდა მოვადუნოთ, შესაძლებელია არასწორი ვარჯიშით ან მასაჟით კიდევ უფრო ჰიპერტონუსში გადავიდეს და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე შედეგს ვიღებთ. აი ჩემი კუნთები არის ძალიან დაჭიმული და ჰიპერტონუსშია და ეს 5 ვარჯიში თუ ჩემზე ვარჯიში თუ ჩემზე გამოიცდება ძალიან მაძლიერი ვიქნები. გამოცადოთ უნდა აუცილებლად, მე მით უმეტეს მინახავს მართლა ხუმრობთ ახლა შეიძლება, მაგრამ მართლა საოცარი შედეგები მინახავს თვით მასაჟით და აი როდესაც მიკითხავს რომ აი რა მეთოდს მიმართავ, კი, მაგრამ ესეთი ფანტასტიკური არაჩვეულებრივი სახისკანი როგორ გაქვს და წერა სახლში თვით მასაჟით ეს არ ვიზარებ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ხოლმე ადამიანებს დისციპლინად გადაღწევა. ყოველდღიურობაში, რუტინაში ჩართვა ძალიან უჭირთ. თუმცა მე სულ ვეუბნები ჩემს პაციენტებს, რომ პირველ რიგში რითი დავიწყოთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი და დაუთმოთ
15 დღეში 10 წუთი საკუთარ თავს, 10-15 წუთი სულ რაღაც, ან თუნდაც კვირაში 3 დღე და ეს რუტინა ჩაატარეთ დიდი სიყვარულით, მოусმინეთ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს, რა გვაქვს დაჭიმული, რა გვაწუხებს, სხეული ყოველთვის გვესაუბრება. და აქედან გამომდინარე, აუცილებლად მარტივად ეს კარგია საკუთარი სხეულის მოსმენა. საკუთარ სხეულს რომ მოусმინო, სავარაუდოდ გავექცე, სხეული გამექცევა, ან მე გავექცევი. უნდა უწამლოთ, რა თქმა უნდა და უნდა უმკურნალოთ. ისეთებს მეტყვის. ხო და მოდი ერთი ეს ხუთი პირადად მე არ ვიცი თვითმასაჟი. როგორ უნდა ჩავრთო ჩემი მოვლის რუტინაში. აი რა არის ის ხო ის მოქმედებები, რომელიც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. კარგი, საქმეზე გადავიდეთ და თან ნეუნელა რა კითხვებიც გვექნება ყველაფერს. მე ჩემს სწავლებს მოვიხსნი. პირველ რიგში რა თქმა უნდა, სახის ვიმუშავებთ სუფთა კანი უნდა იყოს გასუფთავებული, ხელებს ვისპირკავთ აუცილებლად, ვისუფთავებთ ხელებსაც და ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ მასაჟს. როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია სხეული განსაკუთრებით ზედა მესამედი, ვიწყებთ ტრაპეციული და ქედზე დაკუნთების დამუშავება, გახურებას, აი ნახეთ. მოდი ესეც უთხრათ რა დავისხით, ეს არის სპირტი, ხო? ეს არის სპირტი, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ სუფთა და ჰიგიენურად დავიმუშაოთ სახელ, კი ბატონო. ნახეთ, ძალიან მარტივია, წეღარ ვთქვით, რომ არ ვიცი როგორ გავაკეთო. ჩვენი ნების ძვლით და ფალანგებით, თითების ფალანგებით დავიჭერთ ჩვენ კუნთს. ეს ხელი გვჭირდება იმისთვის, რომ კლავი მაინც მიუჩვეველი, როდესაც არის ადამიანი არ დაიტვირთოს და მივეხმაროთ. და მოჭერით, პინცეტისებური მოჭერით უნდა გადმოვიდონ. გესიამოვნებათ აუცილებლად შვებას იგრძნო. სხვისი გაკეთებული უკეთესია მართალია, მაგრამ არა უშუალოდ. თუმცა ამ გზითაც შესაძლებელია რომ სპაზმები მოიხსნათ. შემდეგ მეორე მხარესაც დავიმუშავებთ, კარგად გავიხურებთ. აი, როდესაც ჩვენ შუბლის ჰორიზონტალურ ნაოჭზე გვაქვს საუბარი და პრობლემა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ზონის სიღრმისეული დამუშავება. ამას რამდენი ხნის მანძილზე ვაკეთებ, თქვა, ეს არის პირველი საფეხური. პირველი საფეხური დაახლოებით 15-20 წუთი ვიმუშავებთ, თქვენ თვითონ იგრძნობთ, კუნთი გახურდება, დარბილდება. სხეული მადლობას გეტყვით აუცილებლად, დავიმუშავებთ. აუცილებლად გადავდივართ კეფაზე. ორი ხელით. ნახეთ თითის ფალანგებით, კეფას ვამუშავებთ. კარგად უნდა გახურდეს, შეგიძლიათ მოხაროთ და მოხრილი ფალანგებით გაიხუროთ კეფა. ეს არის გახურება, ხო? გახურება, კი ბატონო. თუმცა პირველი მნიშვნელოვანი საფეხური. გახურება ეძახებს მნიშვნელოვანი საფეხური, კი ბატონო. შემდეგი მე ნაბიჯები. ხელები დამეღა. ამას მე მიეჭვით. მიყვარს ზოგადად ძალიან ძლიერი მასაჟი და ახლაც აი რაღაც მაქსიმალურად ვაწვევ. არ დაინანო. მაქსიმალურად ვაწვევი და მე ხელებიც კარგი იქნება თუ თმიან ნაწილზე გადავართ, სკალპს დავამუშავებთ, აპონევროს და დავამუშავებთ. აი აქ ამ ნაწილებში არ ვცდები ხომ რაღაც განსაკუთრებული წერტილები გვაქვს, იმიტომ რომ აი აქ დამუშავების შემთხვევაში ხშირად რაღაც სტრესი მეხსნება კი, ხოლმე. მანდ არის კეფის ქვეშ აკუნთები, რომელიც განსაკუთრებით ისპაზმება, აი როდესაც კომპიუტერთან ვართ დიდხანს მაგალითად ან ტელეფონში ან არასწორი ჯდომა პოზიცია, ხო? აი ესეთ შემთხვევაში ისპაზმება ძალიან, აი როდესაც ძლიერი თავის ტკივილები აქვთ, შაკიკი აქვთ, ხო? აი ესეთ შემთხვევაში კეფის ბორცვები არის ხოლმე ძლიერ სპაზმში და აი ამის გათავისუფლება ძალიან შვებას აძლევს ხოლმე. ხო, სკალპით ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გახურდეს, იმიტომ რომ აი ეს ერთიანი სისტემა არის, კუნთოვანი ჯაჭვი არის, რომელიც გადმოდის შუბლზე და ამიტომ ვიძახი, რომ ჰორიზონტალური ნაოჭის გასწორება, როდესაც გვინდა თავი და კისრის უკანა ზედაპირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ. საინტერესოა, რა სისტემატიობით უნდა გავიკეთოთ ეს ყოველივე, რომ საბოლოო ჯამში რაღაც შედეგს მივაღწიოთ და შედეგი რამდენ ხანში დგება, თუ დაუშვათ, აი ესე რუტინულად ვასრულებთ ამ სამუშაოს. ზოგადად კურსი მოიცავს მაქსიმუმ 10 მასაჟს, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან, 5-7 დღის ინტერვალით ვაკეთებთ კურსში, დაახლოებით 2 თვე ნახევარი გრძელდება ეს ჩვენი კურსი. და ხანგრძლივობა რამდენ ხნიანია? ხანგრძლივობა საათი და 20 წუთი არის პროცედურის, თუ სხეულია ჩართული ჩემთან მაგალითად 2 საათიანია, სადაც ტერფის დამუშავება ხდება, ქვედაკიდვრების ზურგის სიღრმისეული დამუშავება და შემდეგ გადავდივართ სახეზე. ეს არის 2 საათიანი. შედეგი აი ძალიან ხშირად არის ხოლმე მყისიერი. იმ მომენტშივე, როდესაც მე მუშაობ, იქვე ვხედავ შედეგს. საქმე იმაშია, რომ კუნთს აქვს მეხსიერება, კუნთოვანი მეხსიერება, ესეთი ტერმინია, როდესაც ჩვენ კუნთს მოვადუნებთ, კუნთი ცდილობს, რომ ისევ თავის მდგომარეობას დაუბრუნდეს. ამიტომ არის საჭირო შემდეგი პროცედურა, ისევ შემდეგი, რომ ნელ-ნელა კუნთს ვასწავლოთ ახალი მოდუნებული მდგომარეობა, დავიმორჩილოთ და საბოლოო ჯამში მივიღოთ შედეგი. კარგი, კუნთები გავახუროთ, ხო? ეხლა უკვე შემდეგი ეტაპის დრო არის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, აი ეს თვითმასაჟი, რომელსაც ახლა ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ტელემაყურებელს, ეს პრაქტიკული რჩევები, ვთქვათ, რას ვეუბნებით? აი დღის რომელ მონაკვეთში
მომენტში არის მიზანშეწონილი რომ შეგიძლიათ დილით ჩაიტაროთ, დილის რუტინაში ჩასვათ, შეგიძლიათ საღამოს რუტინაში ჩასვათ, ეს მაინც და მაინც შეზღუდული არ არის. უფრო საღამოს, აი როდესაც დაღლილია უკვე სხეული ორგანიზმი, ან დიდხანს ვიჯექით კომპიუტერთან და რაღაცა დაგვეღავათ, სასურველია საღამოს, თუმცა საღამოს მაინც ეზარებათ ხოლმე ესე დაღლილები და დაქანცლები რა არის და დილით უფრო ენერგიულად არის ადამიანი. ასევე არსებობს სხვადასხვა აპარატურული მეთოდი, რომელიც გვეხმარება ხოლმე პატარა საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია რომ თვითმასაჟს მივმართოთ. რამდენად ხელსაყრელია ეს ყოველივე, აი ვიცით, რაღაც მასაჟორები, ხო? კი, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, კუნთის მოდუნებას ემსახურება, სისხლის ცირკულაციას ემსახურება, ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მსგავს მეთოდებსაც მიმართოთ, თუმცა ხელი არის შეუცვლელი, იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ის, რაც ნამდვილად შეუცვლელია. კარგი, მე გახურებული ვზივარ ახლა გაბაგძელე. ამის შემდეგ გადმოდივართ უკვე კისრის წინა ზედაპირზე, ძალიან მნიშვნელოვანია დეკოლტეს დამუშავება, პლატიზმის კუნთი, რომელიც ყველაზე დიდი დეპრესორია, რომელიც ჩვენს სახეს ეკაჩება ქვევით და აი ვისაც პტოზი აქვს, მაგალითად ბრილების სახე, როდესაც ჩამოდის ქვევით, ეს არის აი ამ კუნთის პრობლემა, ეს არის პაზლში. ამიტომ ნახეთ, ესე წრიულად ვიმუშავებთ, მოძრაობები აუცილებლად სრულდება ცენტრიდან პერიფერიისკენ. შიგნიდან გარეთ, მარტივად რომ ვთქვათ, ორივე მხარეს კარგად სიღრმისეულად ვიმუშავებთ. ნახეთ, აუცილებელია რომ კუნთი უნდა აგუყვეს, ანუ ძვალთან არ უნდა იყოს. თუ არ აგვა, აი ხა როგორც ჩემთან მაგალითად, ესე იგი სპაზმია და აუცილებლად უნდა დამუშავდეს. არაფერი არ მყვება. ხო, აი ესე ზევით შეგვიძლია ავყვეთ. აუცილებლად ლავიწები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ზონის გამოტოვება, ეს არის ასე ვთქვათ, ლიმფური სისტემის გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, მთელი ჩვენი სახიდან და კანიდან ჩამოსული ლიმფა აი ამ ადგილას ერთვის და უერთდება ვენურ სისხლს, ამიტომ ამ ზონის დატოვება ნიშნავს, აი წარმოიდგინეთ გაჭედილ ნიჟარაში რა წყალი ჩაასხათ და დაგუბდება, მერე ხდება სახის შეშუპება. სხეულს მთლიანად ამზადებ კი, აუცილებლად. ჯერ მასას არ ვაკეთებ. ეს მომზადების პროცესია. არა, ეს უკვე მასაჟია, კი. დაახლოებით 10-15 წუთს მთლიანად ეს ყველაფერი მოიცავს. ეს არის მეორე საფეხური. მეორე საფეხური. ყელზე გადავდივართ, შემდეგ აი შეგიძლიათ ისევ ცენტრიდან პერიფერიისკენ გადავიტანოთ, ვისაც ჭიყვი აქვს, რა თქმა უნდა. ცოტა უნდა ვუწკინოთ და გადავიდეთ, ხო? ნახეთ, მტკივნეული არ უნდა იყოს, თითები უნდა იყოს მაქსიმალურად დარბილებული, იმიტომ რომ როდესაც კუნთს ძალიან მტკივნეულად ვაწობით, მას შეშინდება კუნთი, შეისპაზმება და უფრო რთულია მისი მოდოდება. ამ დროს აუცილებელია ალბათ რაიმე საშუალება ჩავრთოთ, ხო? ან ზეთოვანი, ან კრემოვანი თუ ნახეთ, ეხლა მე რაინდ ეს ეხლა მე მაგალითად ცოტა კარი არ მომყვება და ცოტა წკენის ეფექტი აქვს და სავარაუდოდ დალურჯებები არა, დალურჯება არ იქნება თუ ხეშად არ ჩაერიეთ. შეგიძლიათ საცხით ჩაატაროთ, უფრო ძირითადად საცხით ხელსმის დონეზე ვაკეთებთ, თუმცა ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს კეთდება სუფთა მშრალ კანზე მშრალი ხელით. უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ ფასიურად გათავისუფლება ხდება. კერდლავის ძვრილისებრი კუნთი, ძალიან მნიშვნელოვანი კუნთი, სადაც ასევე ლიმფის გადინება ხდება. ამ კუნთის გასწვრივ არის ლიმფური სადინარები. შემასწავლეთ ჩემი ორგანიზმი. ამიტომ ნახეთ, აქ არის არტერიები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უხეშად არა, რა თქმა უნდა, მსუბუქად მოვუჭერთ და გავწელავთ. აი ნახეთ, აი მაყურებელმაც რომ დაინახოს კარგად, ესე იგი, ზემოთ ვიჭერთ, მოვუჭერთ და გავწელავთ. ნელ-ნელა ჩვენი მიზანია რომ კუნთს დავუბრუნოთ თავისი ბუნებრივი სიგრძე, იმიტომ რომ კუნთი მოკლდება და სწორედ ეს აჩენს ნაოჭს. ეს არ იცოდი თუ გქონდა საერთოდ, ხო ეს კუნთი? დაახლოებით. აი ესე დავიჭირეთ და აი კარგია თაკო რა კარგად წელა. მე მგონი ჩანს. მოდი მათქო აქეთ მხარი მომეცი მე გავაკეთე. არ მინდა შენ გადამიჭრე ერთ-ერთს. გაკეთებ მას. ეს კუნთი კარგად მtkov ხოლმე რეკლამებზე. აქ ახლა ეს საშიში. დავინახეთ წერონს ხოთა შორის. აი, ესე იგი ყოველს თქმა გინდა ადამიანს არ გაცდია. კარგი, ეს ჩვენი მესამე საფეხური, შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სახეზე, როდესაც ამ კუნთს დავიმუშავებთ. აი, სახე მაინტერესებს ახლა ძალიან. იწყებთ ნიკაპის დამუშავება. აბა ნიკაპი. ძალიან მნიშვნელოვანია ნიკაპი, იმიტომ რომ აი, ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ტუჩის კუთხეები ქვევით რო აქვს ჩამოწვა. ეს არის დეპრესორის, ესე პატარა კუნთი გვაქვს, ამის დამსახურება. როდესაც დეპრესორი არის სპაზმში, ავტომატურად ნიკაპის კუნთია სპაზმში. ამის მოსაძუნებლად და ტუჩის ფორმის გასასწორებლად აუცილებლად უნდა დავამუშავოთ პირველ რიგში ნიკაპი. ნიკაპს როგორ ვამუშავებ? აი ნახეთ, პინცეტისებურად
დავამუშავებთ. აი რაღაც ქვემოთ ვეკაჩებით, ხო, თითქოს. აი, თელას სრესას ვაკეთებთ კუნთის, რა თქმა უნდა, არა მტკივნეულად. დავიმუშავებთ. შეგიძლიათ გადაყვეთ ყბის გასწრულ. გადაყევი, ადი ზემოთ. დიბილომდე. გადავყევით. მეორე მხარესაც. ყურის ბიბილოც დავიმუშავებთ ცოტა. ძალიან სწორად მიხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყურების დამუშავება და ძალიან სასიამოვნო. ძალიან. კარგად დავიმუშავოთ ყურებიც, უნდა გახურდეს, სისხლის მიმოქცევა გააქტიურდეს. იცი რა არის, ეს სულ რომ არ იცოდე ადამიანმა რაღაც გარკვეულ მონაკვეთში დღის განმავლობაში რაღაც თითქოს აკეთებ კიდევაც. აი მე მაგალითად ხშირად მიქნია, აი ყურები დამიმუშავ, დამიზელია, რომ რაღაცა თითქოს გამოგაფხიზლებს უცებ. იმიტომ რომ გთხოვს ორგანიზმი დასვენებას, კი. რა თქმა უნდა. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე შეგვიძლია სისხლი ხო კარგად ცირკულაცია საგრძნობლად კი ბატონო მიმოქცევა და ყველაფერი არის სისხლის ტერიტორიაზე რაც მიმოქცევა დავიმუშავეთ. იმიტომ რომ სისხლი არის სიცოცხლის წყარო რომელიც უჯრედულ დონეზე გვაწვის ყველა საკვებ ნივთიერებებს ჟანგბადს და ამიტომ ამ ყველაფერს ეფუძნება აი ეს შედეგებიც რაც იდება ბუკალური მასაჟი. კი ბატონო წავიწით შეგვიძლია ტუჩის ირგულივი კუნთები დავიმუშავოთ აი ესე დაახლოებით ნახეთ ეს მე არ გამაკეთები. კარგი ხარ. ძალიან კარგი შესახედები იქნება ზუსტად ეს. ხო. კი ბატონო, სწორია, კარგად იმუშავებთ. ცხვირის გახურება აუცილებლად, ცხვირი გავიხუროთ. კარგად, აი ეს ჩვენი პატარა კუნთი, რომელიც ცხვირის ფრთას და ტუჩს წევსევით, ამის დამოკლება იწვევს ცხვირტუჩის ნაოჭს, რომელიც ძალიან ისეთი პრობლემაა. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს კიდე თუ არის ეს სახლის პირობებში ესეთი მარტივი ხრიკი ამისთვისაც შეგვიძლია რომ გავაზიაროთ. აი ამ ხრივ ცხვირის ჩახეხვას ვეძახით, შეგიძლიათ დაამუშავოთ. ამის დამუშავება ძალიან მარტივი და კარგია და შედეგიანია ბუკალურ ნაწილში პირის ღრუდან, თუმცა ეხლა ამის საშუალება არ გვაქვს, თუმცა ბუკალური მასაჟის პირის ღრუდან დამუშავება სახლის პირობებში შესაძლებელია და ძალიან ეფექტურია. ანუ ცხვირთან მიმდებარედ მასაჟი გვეხმარება ცხვირტუჩის ნაოჭზე, საინტერესო. ეს კუნთები ხომ ერთმანეთთან არის ყველაფერი დაკავშირებული შესაბამისად. შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ წარბებზე, მნიშვნელოვანია წარბების გახურება, ეს ჩვენი ვერტიკალური ნაოჭი, რომელიც გვიჩდება ხოლმე სწორედ აი ამ პროექციის სპაზმის დამსახურებაა და ბრალია ასე ვთქვათ. ამიტომ აი ესე ვიხურებთ წარბებს, შეგიძლიათ ჯერ ერთი ხელით გაიხუროთ, შემდეგ მეორე ხელით გაიხუროთ. შეგიძლიათ გააკეთოთ პოსტიზომეტრია, ვაფიქსირებთ წარბებს, შევჭმუხნით. ნახეთ და როდესაც ამოვისუნთქავთ, გადავშლით წარბს. გადავდივართ შუბლზე, შუბლის თელვას ვაკეთებთ, აი ამგვარად, ეხლა ძალიან არ მინდა რომ იცი რა არის საინტერესო, ასევე ვიცით რომ დღევანდელ ეპოქაში ძალიან ხშირად ქალბატონებიც, მამაკაცებიც ყველა აბსოლუტურად მიმართავს ბოტოქსი, ფილერი, სხვადასხვა საშუალებებს რომ სახეს მოუარონ. რამდენად მიზანშეწონილია აი ამ ყველაფრის სხვადასხვა ინექციის პარალელურად სახის მასაჟს მიმართოთ? იცით როგორ არის რაღაც ინექციური პროცედურები, რომელიც არ არის თავსებადი სახის მასაჟთან. თუმცა კანის დონეზე დატენიერება, კანის მოვლა და მსგავსი ინექციური პროცედურები შესაძლებელია. შეგვიძლია რომ როგორც კი კანის მთლიანობა ახდება, აი თუნდაც იგივე ბუსტერს რო იკეთებენ ხო ბიორევიტალიზაციას, როგორც კი კანის მთლიანობა ახდება 7-10 დღის შემდგომ უკვე შეგვიძლია რომ მასაჟი გავიკეთოთ. თუმცა რაც შეეხება ბოტოქსს, რომელიც რაღაც ურთიერთსაწინააღმდეგო პროცედურაა მასაჟის. მასაჟით ჩვენ ვცდილობთ რომ კუნთს გააქციურად სწორი მუშაობა დაუბრუნოთ, ბოტოქსი გვიჩერებს კუნთს და გაჩერებული კუნთი ავტომატურად ნიშნავს ლიმფურ შეშუპებას და ამიტომ არის ხოლმე რომ წეღანაც ვამბობდით რომ თვალის ირგვლივ შეშუპებები აქვთ ხოლმე. აქედან გამომდინარე არის რაღაც პროცედურები, ძაფები მაგალითად და ასე შემდეგ, ამაში უფრო კომპეტენტური არიან ინექციონისტები და ადამიანი რომელსაც გაკეთებული აქვს მსგავსი პროცედურები და სურს მასაჟის ჩატარება, აუცილებლად რეკომენდაცია უნდა აიღოს თავისი სპეციალისტისგან. იგივე ბოტოქსიდან, ბოტოქსამდე ვთქვათ, ინექციებს შორის გარკვეული ინტერვალები ხომ არის შესაბამისად მაშინ როდესაც ის იწყებს ასე ვთქვათ გასვლას ორგანიზმიდან და ძალას და მოქმედებას კარგავს მაშინ შეგვიძლია ალბათ რომ ჩავთვალოთ უკვე სახის მასაჟიც. ღაბავი კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული თემა და გავრცელებული პრობლემა ბევრი ადამიანისთვის რომელიც კი ქმნის გარკვეულ დისკომფორტებს და აქაც არაერთ ვთქვათ საშუალებას იძიებენ ხოლმე იმისთვის რომ აი ეს პრობლემა აალაგონ და მოაგვარონ ხოლმე. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ თვით მასაჟი რამდენად ეფექტიან შედეგებს იძლევა.
იძლევა შედეგებს, აუცილებლად მართლა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. 21 საუკუნის, ასე ვთქვათ, პრობლემა და ძალიან ბევრს გონია, რომ გამოწვეულია მხოლოდ ჭარბი წონით. რაც არის მცდარი მოსაზრება, ღაბობის ძირითადი მაპროვოცირებელი არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში არასწორი ტანდეგობა, თავის არასწორი მდებარეობა და ყველაზე დიდი მტერი ჩვენი ოვალის არის ტელეფონი, რომელიც მუდმივად თითქმის ყველას ხელში აქვს აი ეს სკროლად ეს მდგომარეობა. სხედვართ აი ამ მდგომარეობაში, როგორც კი ჩვენი თავი გადმოდის წინ, კისრის უკანა ზედაპირი და კისრის კუნთები, პარავერტებრალური, ნუ არ ვარ ჩამოვთვალოთ, გადადის და გადატვირთვით მუშაობაზე. შესაბამისად ისპაზმება, აქ ხდება ჩათრევა აი ამ კერდლავის ზვრიელისებრი კუნთის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავის სწორ მდებარეობაზე აგებს პასუხს და კიდევ ძალიან ბევრ პროცესზე, ისპაზმება ჩვენი დეკოლტე, აი სახე რო გადმოწიოთ და ნიკაპი ოდნავ ქვევით, აქ მაშინვე ჩდება ნაკეცი. კი, თქვენს სიტყვებს აბსოლუტურად ადასტურებს, თუნდაც ჩემი მდგომარეობა. მე მაყურებელი კარგად ხედავს და იცის, რომ მე ჭარბი წონა არ მაწუხებს, თუმცა აი ოდნავ თავის დაწევა და უკვე პატარა ღაბები ღაბაბუკა გამოდის. ხო, ეს ზუსტად აი ამ არასწორი პოზით არის გამოდის. ტელეფონში რო გაქვს თავი ჩავარდნილი და ეს აი ამიტომ იცით რა არის, ამიტომ უნდა გასწორდე. უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან რთულია უჭირთ ხოლმე აი კომპიუტერთანაც რო ზიან, თუ ზურგის კუნთები და კორსეტი კარგად არ არის დამუშავებული, რთულია რომ 10 საათი როდესაც ის ადამიანი კომპიუტერთან გასწორებული იყოს. თუმცა თუ მივაქცევთ ყურადღებას და ზოგჯერ მაინც პოზას შევიცვლით, ესეთ შემთხვევაში შედეგი გვექნება. არსებობს ძალიან კარგი ვარჯიშები კისრიდან ეხება. შეგვიძლია გაჩვენოთ, კი ბატონო. ჩვენ მომავალ კვირას აუცილებლად შევხვდებით კვლავ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს თემა ამოუწურავია, მაგრამ მოდით დავიწყოთ პატარა რაღაც ხრიკი გაგვიზიარეთ და შემდეგ დანარჩენი გავაგრძელოთ. მოდი ეფექტურ ვარჯიშებს გაჩვენებთ, რომელიც ღაბებზე ძალიან დაგვეხმარება. ვიწყებთ კისრის დამუშავებით, ვარჯიშით უფრო სწორედ. ნახეთ, 4 მისვლა ერთ მხარეს. ოღონდ რას ვაქცევთ ყურადღებას? როდესაც გვერდზე ვიხედებით, თვალებით უკან ვეძებთ რაღაცას. ძალიან დიდი განსხვავება უბრალოდ თავის გვერდზე გაწევა და თვალებით რო ვეძებთ. ეხა უფრო სხვაობას დაინახავთ, კი ბატონო. ამას ვაკეთებთ. შემდეგ ყურის აწევა ზევით, აი თითქოს ყური მინდა რომ ზევით მივაწვდი ნოცას. 4 ერთ მხარეს, 4 მეორე მხარეს. კი ბატონო. ამის შემდეგ ნახეთ, ვიფიქსირებთ ჩვენს პლატიზმას, კარგად ვიჭერთ, ნიკაპი ოდნავ წინ გამოდის და თავი ზევით და იგრძნობთ როგორ გაიჭიმება, აი ეს როგორ. ნახეთ, ნიკაპი ცოტა წინ და გაჭიმეთ. აი ამის დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ. ხდება ამის გათავისუფლება ჩვენი პლატიზმის. კარგად ჭიმოთ. კი ბატონო, ძალიან ეფექტურია. შემდეგი არის თავი ოდნავ გვერდზე და უკან გადაწევა და უკვე კისრის გვერდით ზედაპირს. აი ესე 4 ერთ მხარეს, 4 მეორე მხარეს. და ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ მასაჟზე. ცეკვა აი დაახლოებით. კარგია. მოკლედ ღაბებიც გავაქრეთ. ესე იგი, ამასობაში აი ამ თამაშში, რა თქმა უნდა, ახლა ამას მე ვერ გავაკეთებდი ეთერის გარეთ, საქმე რომ არ ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად მიმართავ ხოლმე რომ საკუთარ თავს მართლა პატივიცემ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია და აი ამ თამაში თქვა, მით დავიწყე, რაღაცნაირად ძალიან კარგად გრძნობს ჩემი ორგანიზმი თავს, ხო? თითქოს სხეულის სისხლის მიმოქცევაც უმჯობესდება და იგრძნობ ამ კარგ განსხვავებულს, ხო? სიმსუბუქეს და ეს რაღაცა სხვა ენერგეტიკაც მოდის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ. მადლობა. შევხვდებით მომდევნო კვირას. და გავაგრძელოთ. იმისთვის რომ ის რაც დღეს გავაკეთეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ რომ მივარჯიშებთ, აი შემდეგ უკვე გასწავლოთ როგორ შეინარჩუნოთ ეს შედეგები. კი ბატონო და ჩვენ გავაგრძელოთ